გიორგი ბაჩიაშვილის საქმე და მორიგი სასამართლო პროცესი. რა ჩვენება მისცეს ბრალდების მხარის მოწმეებმა დღევანდელ დაკითხვაზე. სხდომაზე მოусმინეს ქართულ ბანკის ყოფილ დირექტორს და მის მოადგილეს. მომდევნო სხდომა კვლავ პროკურატურის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. დეტალებს ახლა პირდაპირ ეთერში მაკა ლაშხია მოგვიყვება. მაკა, გისმენთ. რა ჩვენება მისცა ქართულ ბანკის ყოფილმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ და მისმა მოადგილემ სასამართლოს დეტალები არის ჩვენთვის უცნობი გამომდინარე იქიდან რომ დღევანდელი სასამართლოს სხდომა პროკურატურის შუამდგომლობით იყო დახურული. მოკლე რეპლიკა რაც გააკეთა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნატო ხაინდრავამ იყო ის რომ ის არავის ემუქრება მას აქეთ ემუქრებიან. საქმე ეხება პროცესის დაწყებამდე ნატო ხაინდრავას გიორგი ბაჩიაშვილის დედამ კითხა თუ რატო მოითხოვა პროცესის დახურვა, მას რისი ეშინოდა, რაზედაც ნატო ხაინდრავამ უპასუხა, რომ მას არაფრის არ ეშინოდა, ვისაც უნდა ეშინოდეს, ეს თვითონ უნდა ყოფილიყვნენ. ეს მუქარა დაღიყვა ბაჩიაშვილის ოჯახმა, თვითონ გიორგი ბაჩიაშვილმაც გააკეთა ამ ნაწილთან დაკავშირებით დღეს კომენტარი და მან თქვა, რომ ნატო ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილის მუქარებს ახმოვანებს. რაც შეეხება დღეს სასამართლოს სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს, როგორც უკვე გითხარით, დღევანდელი სხდომა იყო დახურული. პროკურატურა მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და თქვა რომ უნდა მოხდარიყო სხდომის დახურვა გამომდინარე იქიდან რომ საქმეში იყო კონფიდენციალური ინფორმაცია კერძოდ ბანკსა და კლიენტს შორის პერსონალურ მონაცემებზე იყო საუბარი რასაც არ დაეთანხმა დაცვის მხარე მიიჩნევდა რომ დღევანდელი სხდომა უნდა ყოფილიყო საჯარო და საქმეში კონფიდენციალური ინფორმაცია არ ფიგურირებდა მე გეტყვით იმასაც რომ დღევანდელ სხდომას ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატიც ბაჩიაშვილის დედა მაგეთ მითხრა მე ნახეთ პასუხი როგორ არის ნატო ხაინდრავა აგრძელებს რა თქმა უნდა ივანიშვილის მუქარებს ნატო არის ჩვეულებრივ ივანიშვილის გაგრძელება რომელიც ყველაფერს იტყვის რასაც ივანიშვილი უბრძანებს ის განაგებს მის შავ სალაროს მან თვითონვე თქვა რომ იგი განაგებს ქეში ფულით მილიონ ლარზე დიდი ოდენობის ასე ვთქვათ ტრანზაქციებს ისე რომ საერთოდ არც ივანიშვილს აძლევს ამაზე არანაირ ასე ვთქვათ უკავშირს და არც ვალდებული არ არის არავისთან რომ საერთოდ რამე გაასაჯარაოს ამ თანხებზე. დღეს თავადაც აღიარა ქალბატონმა ნატომ რომ სესხის გადახდა მოხდა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ბატონ გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიის მეშვეობით. დანარჩენი ყველანაირი ახლა სპეკულაციები და ინტერპრეტაციები მოწმეების ეს რა ვიცი კომენტარის ფარგლებსაც ალბათ სცდება, თუმცა ცხადია გაკვირვებას ვერ ფარავთ იმ ფაქტით, რომ არანაირი იურიდიული დასაბუთებული საფუძველი ამ სხდომის დაფარვის არ არსებობდა, არ იხილებოდა არანაირი სახელმწიფო საიდუმლოება ან იმგვარი პირადი ან კომერციული ინფორმაცია, რომლის ასე ვთქვათ სასამართლოს სხდომაზე დასაჯაროება შეიძლება პრობლემური ყოფილიყო ამა თუ იმ ინდივიდისთვის. არის ბევრი ხელშეკრულება, ბევრი დოკუმენტია. მოგების ნახევარი არა, 5 მილიონი დოლარი იყო ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია და აქედან გამომდინარე გამომუშავებული ბიტკოინები ეკუთვნოდა სრულად აზარებულ მხარეს. დაადასტურა დღეს. გიორგი ბაჩიაშვილს თავისი თანხაც ჰქონდა ჩადებული მათ თანამონაწილეობით ცნობილია საზოგადოებისთვის და ამაზე ზედმეტად დღეს აღარ შევჩერდები. ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო ეს, უნებრივი სამართლებრივი თავისებურებიდან გამომდინარე ორგანიზებაზე ვერ გამომახვილა ყურადღებას, იმიტომ რომ ამ კონტექსტშიც იყო დახურული სხდომა, მაგრამ თავარი ასე ვთქვათ არის შემდეგი რომ აბსოლუტურად ყველა გარემოება რასაც ჩვენ ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ვედავებით მის ყველა კომპონენტში მის მეჩვენებამ ცალსახად დაადასტურა არა მხოლოდ ჩვენებების და განმარტებების კონტექსტში არამედ დოკუმენტებზე მითითებით და დოკუმენტებზე მოშველიებით აქედან გამომდინარე მის ჩვენება იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი შეფასებისთვის მომდევნო სხდომა 31 იანვარს კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება და იკითხება კიდე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე. მე შეგახსენებთ, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობის კრიპტოვალუტის მართსაწინააღმდეგოდ მითვისება ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. მადლობა მაკა ლაშხია სასამართლო პროცესის დეტალებით იყო პირდაპირ ეთერში.